რატომ ქვია Manchester United ზედმეტსახელად წითელი ეშმაკები? არა, აქ რაიმე სატანურთან ან მასონურთან არ გვაქვს საქმე. ისტორია ასე იწყება. 1878 წელს მანჩესტერში კლუბი დაარსდა და სახელად Newton City ეწოდა. 1902 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და უწოდეს Manchester United. 1955 წელს მანჩესტერის მწვრთნელად შოტლანდიელი მეტ ბაზბი დაინიშნა. სწორედ მის ხანაში 1953 წლამდე კლუბს მეტსახელად ბაზბის ჩვილები ერქვა. ხოლო 1958 წლის მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც მანჩესტერს დაეღუპა 23 ადამიანი, მათ შორის გუნდის 8 ფეხბურთელი, გუნდისთვის ბაზბის ჩვილების წოდება ლამაზად აღარ ჟღერდა. ამის პარალელურად კი მანჩესტერის რაგბის კლუბს ზედმეტსახელად უკვე ჰქონდა წითელი ეშმაკები. მათ ეს ფრანგმა ჟურნალისტებმა შეარქვეს 1934 წელს, რადგანაც ისინი ტურნირებზე დომინანტობდნენ. გუნდს მანამდე კი უბრალოდ წითლები ერქვა. ფრანგმა ჟურნალისტებმა კი წითლებს დაუმატეს ეშმაკები და შეარქვეს წითელი ეშმაკები. ბაზბის ეს იდეა უფრო მოეწონა და რაგბის კლუბის მსგავსად მანჩესტერის საფეხბურთო კლუბსაც ეწოდა წითელი ეშმაკები. სულ ეს იყო.